ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის ხანგრძლივობა შემცირდა. აღნიშნული სალიანდაგე ინფრასტრუქტურის განახლებამ და კონკრეტულ მონაკვეთებში სიჩქარის დადგენილი ზღვარის ზრდამ განაპირობა. თანამედროვე სისტემის მოწყობის სამუშაოები სრულად დასრულებულია, პარალელურად გრძელდება ზღვისპირა ქალაქში პორტის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. შავა სუმბაძე გვერდება დეტალებით. სამი გაჩერება და ჯამში 4 საათიანი სამგზავრო დრო რკინიგზაზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა და დღეს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან და სხვა პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად პირადად გამოცადა ახალი მოდერნიზაციის შედეგად მიღებული სარკინიგზო ხაზი, ასე ვთქვათ, თბილისიდან ბათუმამდე 5 საათნახევრის ნაცვლად ჯამში 4 საათი ჭირდება მატარებელს და ეს ყველაფერი, როგორც შესაბამის უწყებებში განგვიმარტეს, არის შედეგი იმ რეაბილიტაციისა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ინფრასტრუქტურაზე. საქმე ეხება როგორც სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ასევე თავად მატარებლების მოდერნიზებას. აღინიშნა, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც არსებობდა საფრთხეები, დამონტაჟდა სპეციალური ღობეებიც, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მატარებელმა უწყვეტად შეუფერხებლად იმოძრაოს. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დედაქალაქიდან საზღვაო კურორტამდე გადაადგილება შესაძლებელია საათნახევრით უფრო ადრე, საათნახევრით უფრო ჩქარა, ვიდრე ეს მანამდე იყო. ჯამში 3 გაჩერებით ქუთაისი, ქობულეთი და ურეკი. დღეს ვიმგზავრეთ რკინიგზით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5.5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრებისთვისაც. ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ასრულება. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ ერთ წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ძალიან ბევრი რეფორმა გადარდა, ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილებაც, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ასვით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად სათანადო ვადებში განხორციელდება. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის კვალდაკვალ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ინფრასტრუქტურული განახლება, რაც ხელშეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, იქნება ეს უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა, თუ ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენი სამგზავრო მიმართულება საქართველოს რკინიგზაში დღითი დღე უმჯობესდებოდეს და ჩვენ შევძლოთ, რომ უკეთესი მომსახურების ხარისხითა და სატრანსპორტო საშუალებებით უმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო მოგზაურებს. აქამდე მატარებლები დადიოდა 5 საათი 30 წუთი, დღეიდან გუშინდან უკვე და დღეიდან უკვე რეისები იქნება 4 საათში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ ლიანდაგზე და ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებში გაგვეზარდა. სწორედ ამ ჩატარებულმა სამუშაოებამ მოგვცა საშუალება, რომ იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩავატარეთ სამუშაოები, გავზარდოთ სიჩქარეები, მოხსნათ შეზღუდვები და შესაბამისად უსაფრთხოდ ვიმგზავროთ თბილისიდან ბათუმში 4 საათში. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან ერთად მოინახულა საპორტო ინფრასტრუქტურაც, გაეცნო იმ მიმდინარე პროექტებს, რომელიც ბათუმის პორტში ხორციელდება. მხარეების მხრიდან აღინიშნა, რომ ბათუმის პორტის გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის შუადერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯაჭვი გამართულად მუშაობდეს. აღინიშნა ისიც, რომ წელს წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ბათუმის პორტისთვის, ვინაიდან რეკორდული რაოდენობის კონტეინერების გადამუშავებას ელოდებიან ამ მიმართულებით. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ასევე იმყოფებოდა საზღვაო აკადემიაში, სადაც ხდება ყველა იმ კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შემდგომში, როგორც ნაოსნობაში, ასევე სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროცესებშია ჩართული. წლევანდელი წელი აუცილებლად იქნება ბათუმის პორტისთვის სარეკერდო ტვირთბრუნვის კუთხით და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. რა თქმა უნდა ბათუმის პორტია ძალიან მნიშვნელოვანი ფოთის პორტი და ასევე თქვენ იცით, რომ აქტიურად მუშაობთ ანაკლის
პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე და 2029 წლისთვის უკვე დაგმილია ანაგლის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება. რაც შეეხება საზღვაო აკადემიას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალში ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად გაძლიერება სატრანზიტო პოტენციალის შუა დერეფნის. ჩვენ ვხედავთ წლიდან წლამდე იზრდება ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის, რეგიონს შორის. შუა აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან ტვირთების მატება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ფერხულში ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მთავრობის, ბიზნესის. ამავდროულად კადრების სამჭედლო არის ბათუმის საზღვაო აკადემია. დღეს ვხედავთ აქ წარმატებულ პროექტებს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, პროგრამები, ფინანსდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები, საუბარი არის სტუდენტების გაგზავნაზე საზღვარგარეთ, ასევე ერთჯერადი სტიპენდიები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს არის უმთავრესი ჩვენთვის და ახალგაზრდა თაობის გაზრდა, დარგის გაძლიერება იყო, არის და რჩება ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებში. სარკინიგზო ხაზი უკვე აქტიურად მუშაობს, შესაბამისად დღეიდან უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია თბილისიდან ბათუმის მიმართულებით უფრო ჩქარა 4 საათიან რეჟიმში გადაადგილდეს. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.